დღეს საღამოს ბათუმში კვლავ აჟღერდა ჩვენი უკრავი ოპერა ლელა. ის აჟღერდა მუსიკალური ცენტრის სოლისტების, კაპელის, ორკესტრის, ჩვენი სხვა ხელოვანების მონაწილეობით და მინდა თქვა, რომ დღეს ბათუმმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მზად არის დადგას და შეეჭდოს ყველაზე რთულ ნაწარმოებებს. აიღოს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქართული ხელოვნების წინაშე და ეს პასუხისმგებლობა ატაროს უმაღლესი ზომით. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს მაყურებლის შეფასება იყო უმაღლესი, მინდა აღვნიშნო ასევე ის სამხატვრო გადაწყვეტები, ის საოპერო შესრულების ხარისხი, რომელიც ამ სპექტაკლის ფარგლებში ჩვენ ვიხილეთ და მინდა მიულოცოთ ჩვენს ქალაქს, ჩვენს კუთხეს და სრულიად საქართველოს მორიგი წარმატებული კულტურული პროექტი და მე მინდა ვთქვა, რომ ამ პროექტს აუცილებლად ექნება გაგრძელება და უფრო მეტი საზოგადოება იხილავს მას. 3 წელი ვერუხით ამ პრემიერას და დღეს შესანიშნავი პრემიერა იყო. საოცარი მომღერლები და რა თქმა უნდა მუსიკა, ლაღიძის უკრავი მუსიკა. და ეს იმედი მაქვს, რომ ეს ოპერა, აი ესეთი რეჟისურით იცოცხლებს ამ დარბაზში და არა მარტო ამ ჩვენს კულტურულ გეოგრაფიაში. ეს ოპერა წავა ევროპაში, აუცილებლად თბილისში დაიწყება და დიდი, ასე ვთქვათ, მომავალი აქვს. და ერთხელ კიდევ ვიტყვი, გილოცავთ ბათუმელებო და მთლიანად საქართველო, რომ ეს ოპერა შედგა და დაიბადა. ყველანი გულით ვიყავით ჩართულები და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი გამარჯვება, ძალიან დიდი ბედნიერება, როდესაც გაღიმებულ სახეებს ხედავ, რომ არის საშუალება იმისა, რომ საოცარი მუსიკა, რევაზ ლაღიძის საოცარი ოპერა, აი ცოცხლად მოვისმინოთ საოცარი წარმოდგენა და ძალიან დიდი ბედნიერებაა და მიხარია ღელავ, არ ვიცი რა ვთქვა, მაგრამ ძალიან დიდი ბედნიერებაა ეს ჩემთვის, რომ შევძელით ყველამ ერთად განხორციელება. ბედნიერი ვარ, რომ წინვალეთ ჩატარდა გენერალურები, პრემიერა. მინდა ვთქვა, რომ პირველი, მეორე და მესამე პრემიერა არის სხვადასხვა შემადგენლობების, ყველა კარგი მომღერლები არიან აგრეთვე დებიუტანტები, რომლებიც საერთოდ პირველად მტერიან დადგმით სპექტაკლს და ვინც მოისმინა, იყო მე მგონი ძალიან კმაყოფილი ამ სპექტაკლს ძალიან დიდხანს ელოდებოდნენ და მე ვარ ბედნიერი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად შესრულდა და რაც შეეხება ლელას 25 თუ 30 წელია არ დადგმულა და აი აჭარაში დაიდგა და არის აი ნამდვილი ევროპული სპექტაკლი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს წაიღო საზღვარგარეთ და ძალიან დიდ სახელს მოგვიტანს. ემოციები გაჯერებული ვართ ყველა, იმიტომ რომ წარმატება იყო, ყველამ თვალნათლივ დაინახა, რომ იყო წარმატება და ყველამ კარგად იმღერა, ულოცავთ ეს შემოქმედებით კოლექტივს, ჩემს კოლეგებს, დას, ორკესტრს. მე მგონი ყველა მისიამოვნა. მიხარია, რომ შედგა, პრემიერა შედგა და მივანიჭეთ ხალხს სიამოვნება. ძალიან დიდი მადლობელი ვარ მაყურებლის, რომელიც აი ესეთ ამეჩი მოვიდა, ჩვენი შრომა დააფასა, ვფიქრობ, რომ კარგად წავიდა სპექტაკლი. ლაღიძეს არ ჭირდება ჩემი არც შელამაზება და არც არაფერი. ის თავად არის უკვე დამდგმელი რეჟისორის, დამდგმელი მხატვარიც და გენიალური კომპოზიტორია და ვფიქრობ, რომ ყველა ქართველის გულში ზის ის ემოცია, რაც თითოეულ ნოტში და თითოეულ ფრაზაში დევს ამ ოპერისა და ვფიქრობ, რომ დღეს 30 წლის შემდგომ ისევ გაცოცხლდა ლელა ბათუმში და ვფიქრობ, რომ მოკლე დროში ჩვენ შევეცდებით, რომ თბილისში ვაჩვენოთ ეს შესანიშნავი წარმოდგენა. შესანიშნავს, რომ არ გულისხმობ ჩემ ნამუშევარს, ამაში გულისხმობ იმ უზარმაზარ შრომას, რომელიც ჩაიდო ამ სპექტაკლში და ვფიქრობ, რომ საინტერესო შედეგი დავდეთ და ყველას ულოცავ.